ეს ახალი მოსული რო ვიყავი, მაშინ ქვემოთ გვყავდა ვეფხვები. და ჩავედი, ვიღებ ვეფხვებს უღებდი, მოკლედ ფოტოებს, 2 ვეფხვი ყავდა იქ და ეს მდედრი ძალიან ლამაზად იწვა ზემოთ და მამრით სადღაც იქვე ტრიალებდა. დავიწყე მოკლედ ამის გადაღება და ძალიან გავერთე მოკლედ და თან ვიყურები რომ ძალიან ახლოსაც არ მივდივარ, მაგრამ აი ამ გადაღებაში რანაირად მოვიდა ისე რომ აი ჩქამიც არ გამოუცია, ეს მამრი ვეფხვი მოსულა ახლოს ბარიერთან და იქ ქონდა ესეთი ვერტიკალური ღობე ქონდა იმ ვეფხვის იმას და იქიდან გამოყო ეს თათი და ხედავ რომ მე კი დგავარ აქ და ვიღებ ამ სურათებს და ამას აქ გამოყოფილ ხერ და ეს ჩაბღუჯული აქვს ისა და ფეხზე? ხო და ეს თათი აიღო და ჯინსები მეც ახაც მაქვს ის ჯინსები და აი როგორ დანები რო დაუსვა ესე დაუსვა ამ იმას რა და მეორე თათი გამოყო და უჭირავს და არის ეწყობა მე რა და მეხმარა თუ რა საღმაზრმა გაიღვიძა ჩემში რომ პანიკაში არ ჩავარდი და არა ვფარხალდი და არა ვხვანცალდი და რაღაც ის მივიღე რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება თქო და როცა შეხედე დაუცაცხანე რომ რა შვები მე ანუ არც გავიძე რა ესე ვიდექი და გაუბრაზდი აი ძალიან მკაცრი ტონით უთხარი რომ რა შვები მე გამიშვე ხა ხელი და გამიშვა და წავიდა და მე გავაგზელე მე გადაღება მოვდივარ ამ ფოტოაპარატით ღიღინის და მაინც ამოვიარე მეებთან, ბეტებთან და ვეუბნები რომ აქ მუხლზე მეთქი სისხლი მომდის თქო, იმიტომ რომ იქ ვეფხვება დამკაწრეს და რამე 10 რაღაცა ხომ მჭირდება თქო და იმად გონიათ რომ პატარა ბოკურებმა დამკაწრეს რა და არავე ხა ისინი პატარები არა მეოთხარი პატარებმა კი არა მაქსიმუსმა მეთქი და ყველა გაჩუმდა ოთახში რომ მაქსიმუსი იყო რაღაცა ესე იგი წარმოუდგენელი ხო და მე ესე ღიღინით რომ შევედი რომ უი მე ჯინსი დამიხია მაქსიმუსმა ის იყო რაღაცა ფანტასტიკის სფერო, მაგრამ ხო ეს ძალიან კაი გაკვეთილი იყო ახლა იმის მე ყოველთვის მანამდეც უბრალოდ აი ხო რაღაც გაერთეთ გადაღებაში კარგი კადრის ძიებაში კარგმა კადრმა გამიტაცა ხო, მაგრამ ხო ეს დამეხმარა ალბათ რომ მე ხა ჩვენებსაც რო ველაპარაკე და რა თქმა უნდა მომცეს ესე გამჯორეს რომ რანაირად დაუშვი ეგ იმიტომ რომ ძალიან მაგრად გადავრჩი რომ აი ეს მაგრამ ალბათ კი არა ის იყო რომ ეს რო არა ვფართხალდი და არ დავიწყე ამ ფეხის ჯაჯგური იმიტომ რომ იმას რაც მეტად ჯაჯგურები ის კატებივით არიან და უფრო მეტად ვცდილობს რომ დაგიჭიროს და ეს ძალიან კაცრად რო გავუბრაზდი ჩათვალა რომ ის უფრო საშიშია ხო მეორე მომენტი იყო კიდე ძალიან საინტერესო ახალი დაწყებული მქონდა მაშინ მუშაობა ზოოპარკში და ზურამ შემომთავაზა რომ გლებთან შეგიყვანო და მეთქი კაი შევიდეთ მგლებთან მე ხო რაღაც ისა ვარ და კაი მეთქი მინდა მეთქი მგლებთან და შევედით ამ მგლებთან და ამ მგლების ხროვას ყავდა ალფა მამრი ხელმძღვანელი სუბა რომელიც ძალიან ისეთი მაგარი მგელი იყო და ამართლებდა თავის პოზიციას, სოციალურ სტატუსს თავის ჯგუფში და ესე იგი რომ შევედით ამ ვოლიერში და ყველა მგელი მოიფანტა, ანუ ახლოს არც ერთი არ მოსულა. და ნუ ახლა ზურამ რა თქმა უნდა წინასწარ მომცა მითითებები, როგორ უნდა მოვიქცე, ხო? რომ არ უნდა გავაკეთო მკვეთრი მოძრაობები, არ უნდა ვიხმაურო და რაც ჭირდება, მოკლედ ესე გარეუცხოველთან ახლო კონტაქტს და დგავარ და ხედავ რომ ამ ჯგუფს გამოეყო ეს ალფა მამრი ალფა და წამოვიდა ჩემკენ და მე დგავარ არ ვაქცე ყურადღებას იმიტომ რომ ესე მომცა ზურამ მითითება რომ არ უნდა მიაქცე ყურადღება და თვითონ ანუ შენი ინიციატივით არ უნდა შეხვიდე ახლო ურთიერთობაში უნდა დაელოდო სანამ თვითონ არ გადაწყვეტს ამას და მოვიდა ეს სუბა ჯერ ტრიალებს რაღაც შორი ახლოს ესე ერთი რა ვიცი 5-6 მეტრის. მე ნელ-ნელა ესე წრეებს მირტყავს და სანამ ეს მგელი დადის, ხო ის ხროვა საერთოდ არ ჩანს. კუთხეში არიან ყველა. ხარ თუ მოძრაობ. ვიდექი შუაში ვოლიერში ვიდექი, ზურაც იქვე, მაგრამ ზურას იცნობდა უკვე სუბა მანამდე. მოვიდა მოკლედ ტრიალებს და ნელ-ნელა ამ წრის რადიუსს ავიწროებს და ახლოს მოდის. მე გავარე ხო თან
Რაღაცა ის მაგრამ ფოთოა რომ ამ ხელთა დიდი მგელი იყო სუბა საკმაოდ და მე მოვიდა და სურათებიც მაქვს გადაღებული შესვლის. მე მოვიდა და ოღონდ როგორ დადის ესე კი არ დადის ესე რომ გიყურებს გაფაც. აი ვითომ ისე დადის ძალიან არც გაქცევს ყურადღებას რა. მე მოვიდა და რაღაც პერიოდი ესე გვერდით მედგა. არაფერს არ აკეთებდა, უბრალოდ იდგა გვერდით. მეც ვიდექი და მე რა ქნა იცი რომ ესე უსბად უკანა ფეხებზე შეხტა და აი ამ ადგილას ესე ჩამავლო კბილები. ოღონდ კი არ უკბენია, აი ზაღზაღლებმა რო იციან, რომ მოქსინჯავს რა. და მე ვიცი რომ არ უნდა გავინძრე და თქვენ რა ნერვები ქონიათ? ჩამავლო ეს კბილები, მე გავაგზელე ისევ ესე უდარდელად დგომა და მაგ ეგ იყო ბოლო ჟესტი, რომლითაც მიმიღო ვოლიერში. ანუ მაგის მერე მოეშვა თვითონაც და ეს ჯგუფიც უკვე გამოვიდა და ყველამ დაიწყო აქეთ-იქით სიარული, მაგრამ ეს იყო და მე ესეც აღმოჩნდა რომ სწორად მოუქცეულ ვარ რომ მანდ არ დავპანიკდი რა მიკბინა და რაღაცები, იმიტომ რომ ხო სწორად მოუქცეულ ვარ ესე გლების თვალში კარგად გლების წინაშე კარგად წარდექი. გამოცდა ჩააბარეთ. გამოცდა ჩავაბარე, ხო ანუ იმაც კი არ უკბენია და ესე უბრალოდ მოსინჯა რომ რამდენად სანდო ხარ არაზე რაღაც თავისებური ესეთი გლური ტესტი ჩამიტარე რომელიც ხო გავიარე.